არსად ისე არ ცხელა, როგორც ფისო ბოტკოველის შოუში, სადაც ერთმანეთს დებატებში ერკინებიან გუნაპეტი ქართველი, ფილმ დედაბოძებიც ღაღადებენის რეჟისორი ჯვებე გრუზინიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების მუშტების აღმასრულებელი მდივანი კოკა აბაშიძე. სამი წამირეთე რამდე? 2 1 ეთერში ხარ. ესე იგი თქვენ ვერ ასაბუთებთ თუ რატომ უწოდეთ მას პროჭი? დალეგერაცვალი მაგას რა დასაბუთება უნდა გაწოდოთ. კარგით, მაშინ გრძელდება ток-შოუ ფისო ბოტკოველთან ერთად შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა პროსტიტუციის ლეგალიზაცია ქვეყანაში. გისმენთ ბატონო კოკა? დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. მე ადრეს თქვი ქალბატონო ფისო და ეხლაც გავიმეორებ, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაცია მოაგვარებს უამრავ პრობლემას. ჯერ მარტო უმუშევრობა შემცირდება 3-ჯერ. მამა თუ ყურე რა, რე ჯოტიალობენ რა. ესენი იცი რა ტიპები არიან ქალბატონო ფისო, მე გახსნიან ამ საროსკიპოებს. ამ ბორდელებს თუ რაღაც საზიზღრებენ და ისევ თავიანთ ნათესავებს დაასაქმებენ იქ. კარგით, მე მაინტერესებს, რამდენი იქნება ბატონო კოკა ამ სფეროში დასაქმებული სექს მუშაკის ხელფასი? დიდი მადლობა ქალბატონო ფისო ამ კითხვისთვის. აქ არის კონცეფცია და თქვენ თუ ჩაიხედებით, ნახავთ, რომ თვიური ხელფასის სექს მუშაკის იქნება 3000 ლარი. ეს პირველ ეტაპზე, შემდეგ გაიზრდება. მე კონკურენციას რას უშვებით თქვენ? ბატონო? რა ბატონო? კონკურენცია როცა გაიზრდება, ჩამოვლენ სექს მუშაკები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოსკოვიდან, ტაილანდიდან, ტაივანიდან, საფრანგეთიდან, იქიდან, აქედან. მე მაგას გაუწევს ქართველი ხალი კონკურენციას. ის ვიწრო ირინა რომანი ესეთი, ან ის კიდე რა ქვია მაგას? ნანა. ხო. უდგურა ნანა, თუნდაც. დაიწყება მე აგრევა, ჯაგრევა რაღაცა. მე არ დაუშვებ. თუმცა მე ვინ ჩემი ხალე ვარ კაცო. ქართველიერი თქვენ, ჩემი თვითონ მაყურებთ, თქვენ არ დაუშვათ. ესეთი საზიზღრობა. დაბოლოს მინდა დავზინო, რომ ქართველი მამაკაცი, ვაჟკაცი, მეძავში ფულს არ გადაიხდა. რატომ? არა, აქვს ბატონო და იმიტომ. თუ განხორციელდება ეს რეფორმა, მას ეკნება ამის საშუალება, რომ აი სწორედაც რომ ეკნება, მე შენ მაშინ დაიწყება ის უზრდელური რაღაცეები, არც მინდა ჩემი პირიდან ამოვიდეს. რა ქვია მაგას, მორალური სექსი თუ რაღაც ჯანდაბარომალი რა. არ გაგიგიათ რა ენა წახდეს, ერი დაეცესო. თუ ასე ციტატებზე წავიდა ლაპარაკი და გამოთქმებზე, მაშინ ისიც გაგიგიათ, რომ ყველამ თავის ბოზმამიდეს მიხედეს. პირადად მე და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიზრუნებთ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის დროს დავიწყოთ არა ჩემი ბოზიმამიდით, არა ქალბატონი ფისო ბოტკოველის ბოზიმამიდით, არამედ პირველ რიგში თქვენი ბოზიმამიდით ბატონო. მე ის თქვენი ეგრეთ წოდებული ინიციატივა? რა ჩვენი? თქვენი ხო, თქვენი? რა ჩვენი? სწორედაც რომ თქვენი. რა ჩვენი? რა თქვენი და თქვენი დედას შევეცი მე? ძალიან გთხოვთ ბატონო, მე ისურებული ვარ რეკლამაზე გავიდე, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდები. ეს ღირსი ხარ. ამე კორექტულად ბატონო, ძალიან გთხოვთ. ტვინი ამეხადა ხალო რა. აღარ ვიცი რა ნახე მე დამემა. ცხოვრებაში თავი არ გამომფლიალებია. თან ნახე საშკამ რა გამომიგზავნა. აი ჰოლანდიიდან გავუდა. Знаешь, как править ревайца? Как эти дырочки везде, понимаешь? Ай ძალიან მაგარი კუდია რა. კი კრეატივნია ესე და. ალო. რატინა ხალო რა? რა უნდა წამოვაყოლო კაცო არ მოვდივარ მეთქის სახში ხო გითხარი? არც ხვალ, არც ზეგ. Вообще არ მოვდივარ წადინა ბავშვებს მიხედე და ნუ ამიკელი. Посмотри на него, а? Как женой разговаривает. Как женой კი არა, შენი ძალით კონსერვატორი დედა მოხარ. არავის არ ეშინი, არა. შენ ბიჭო გიჟი ხვალ და საფურები კეთია. ამერიკა, ევროპა მოვიარე ყველაფერი იმის გამო რომ დავიდე რაღაცა გრანტები ავიღო და 2 კაპიკი შენაირა სიგებს მოვახმარო შენა. უნდა მოსწოხარ შენ. შენ კიდე 2 სიტყვა არ უნდა მათქმევინო ვერ გავიგე. სულ ამას ალაპარაკებ. შეგულები ხარ თქვენ. არ არის ეგ ობიექტურობა. მე ვარ ჟურნალისტი. ჟურნალისტი კი ჩემი პეცები ხარ შენ. არა, დოგინოტები რა. ეხა მე ამას არ არის. გადი უბირაისა რა. უბირაისა. დაიწყე ამ იდიოტმა რა. დაიწყე ეს. ეჩნაიდები ხარ. ეს ნაგიდა და ძალიან დეგენერატია. მე კონკრეტულად რა.